Konsultațiile agricultorilor, abashidis candidatura, ხოლმე თამქისების შემდგომ ის ოფიციალურად შეუდგება მუშაობა. მინდა დედაქალაქის ვიცე-მერის ვაკანტურ პოსტზე წარმოგიდგინოთ ლაშა აბაშიძის კანდიდატურა, რომელიც ამ დრომდე ვაკის რაიონის გამგებლის პოსტს იკავებდა. ლაშა აბაშიძეს აქვს საკმაოდ მდიდარი გამოცდილება როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობისა. ლაშა განსაკუთრებით აქტიურად გამოირჩეოდა თავისი საქმიანობით ბოლო პერიოდის განმავლობაში, მის გამგებლობის პერიოდს უკავშირდება არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტი ვაკის რაიონში. ასევე მისი გამგებლობის პერიოდში მოხდა ჩვენ და სამწუხაროდ 13 ივნისის სტიქია, ამიტომ მას უწევდა სამთავრობო გუნდთან ერთად 24 საათიან რეჟიმში ძალიან აქტიური მუშაობა იმისაც რომ გვერდში დავდგომოდით თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს და შეგვემსუბუქებინა მათთვის ის მძიმე რამ, რაც მოხდა და თითოეული მათგანისთვის მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოგვეჩინა. ბატონი ლაშა ახლაც აქტიურად არის ჩართული შესაბამის სალიკვიდაციო ღონისძიებებში და ამ რანგში უკვე ვიცე-მერის რანგში ის ასევე აქტიურად გააგრძელებს ამ საკითხებზე მუშაობას, ისევე როგორც მის საქმიანობასთან იქნება დაკავშირებული ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა, რომელიც მისი წინამორბედის ხელმძღვანელობის პერიოდში დაიწყო. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა უთხრა დიმიტრი ქომსიშვილს, რომელმაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა დაიწყო დედაქალაქის ფარგლებში და მინდა მას წარმატებები უსურვო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე. დარწმუნებული ვარ, რომ ლაშასთან ერთად ასევე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის და პროგრამის განხორციელებას შევძლებთ და ჩაუყრით ახალ პროექტებს საფუძველს. მინდა მე ლაშას წარმატებები უსურვო და მოქმედი წესებისა და პროცედურების შესაბამისად უახლოეს ხდომაზე დედაქალაქის საკრებულოს წარედგინება ლაშა აბაშიძის კანდიდატურა, ხოლო მისი დამტკიცების შემდგომ ის ოფიციალურად შეუდგება მუშაობას. ბატონო დავით, მინდა გამოგიცხადოთ, მოგახსენოთ დიდი მადლობა გამოცხადებული დონისათვის. ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება იმ არსებული პროექტების და რეფორმების წარმატებით დასრულება, რაც ინიცირებული იყო ბატონი დიმიტრი ქომსიშვილის მიერ, ასევე ახალი პროექტების და ახალი იდეების, ასე ვთქვათ, განხორციელება და ასე ვთქვათ, იმპლემენტაცია, რომელიც ეფექტურად შეუწყობს ქალაქის განვითარებას ხელს. ასე რომ დიდი მადლობელი ვარ ამ დობისთვის და მაქსიმალურად ვეცდები, რომ წარმატებულად განვახორციელო ეს უფლებამოსილება.